საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ხალხური და კლასიკური მუსიკის ფესტივალის აღდგომიდან ამაღლებამდე ფარგლებში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. კონცერტზე სხვადასხვა კლასიკური და ხალხური მუსიკალური ნაწარმოების გარდა ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობელი შესრულდა. საგალობელი სახელწოდებით ავი მარია იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ქართველმა საოპერო მომღერალმა იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულა. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედიც ესწრებოდნენ. მის უწმინდესობის განსაზღვრას ალბათ ჩვენი თაობის ტერიტორიის მიერ ეს არის პირველ რიგში წინვალება. მე მინდა პირველ ნომრად გამოშვებული პირველი წინვალების ორდენი გადაწყვეტის უწმინდესობას საქართველოს პატრიარქს